რეკლამა მალე გაიარა, უბრუნდებით დისკუსიას. აქვე მინდა ჩვენი ხელისუფლების კიდევ ერთი ძალიან დიდი დამსახურება აღვნიშნო. ეს არის სახელმწიფოებრიობის, ანუ შიდა უსაფრთხოების წესრიგის დიდის და ძალიან დიდი და ოღონდ ისე რომ ავტორიტარიზმი და მიშიზმი არ დავამყარეთ რა. ანუ ადამიანის უფლებები არის დასული. ანუ თქვენ ხომ წარმოგიდგენთ, ეხლა ხო უყურებთ ვინ იყვნენ, ვინ გვებრძოდნენ ეს მეხუთე კოლონის წევრები, ვინ იყვნენ ეს აგენტები, ვინ იყვნენ და დღეს აი უკვე აი ამდენი ცდილობის შემდეგ, რასაც ჩვენ უყურებთ, სამართალდამცავი ორგანოები, პოლიტიკური ხელისუფლება ხო, პარლამენტი მიმართულია იმისკენ, რომ აი ერთი პატარა შანსიც არ მისცემს აი ამ ლიბერდებილებს თუ სხვადასხვა ამაზე მინდა ვილაპარაკო, იმიტომ რომ აი მაგალითად ხო ჯერ ხო საერთოდ მოიხსნა, აბა დაუკვირდით, საოცარ ამას ვამბობთ. რამდენი ხანი არ გვინერვიულია ჩვენზე რა სიტყვის თუნდაც ყველაზე დიდი ქვეყნის მმართველი. გახსოვთ ვიღაცა კუბილიუსი თუ პავილიონისი თუ ვიღაცა რაღაცას ამბობდა და დამთავრებული იყო ჩვენ ის დღე თენდებოდა შავად. ეხლა საერთოდ არ გვაინტერესებს ვინ ასაბოს, მართლა ვუყოთ. ხელისუფლებას კი არა, ხალხს. რამდენი ხანი რეზოლუციაზე არ გვინერვიულია, რას ჩაწერენ ჩვენს რეზოლუციაში. ეს გარდათ ეხლა ხაშეშ მინდა ახსნათ რატო. მე მაქვს ჩემი ახსნა. ძალიან სწრაფად მოხდა და დავიკიდეთ ეს ქართული ხასიათიდან გამომდინარე, დავინახეთ რომ ჩვენი მტრები არიან და გვიყენებენ უბრალოდ ომისთვის, საზარბაზენ ხორცად ჭირდებათ და ამიტომ აღარ ვაქცევთ ყურადღებას. რამდენი ხანია რომ ოპოზიციაზე აღარც ლაპარაკობთ აი ერთმანეთში, აი ვერ ვამჩნევთ უბრალოდ აი ამ იდიოტებს. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი და წესრიგის, უსაფრთხოების და წესრიგის. მე დავამატებდი რომ შალო კულტურული თემებიც შეიცვალა რა. იმიტომ რომ მე მახსოვს, მე კარგად მახსოვს 2019-20 წლები, როდესაც ჩვენ სერიოზული პანიკა შეიძლება გქონოდა რომელიმე დებილი რაღაცა არაადეკვატური ბალტიისპირელი ევროპარლამენტარის განცხადებაზე, რომ რაღაც ეროვნული ტრაგედიის ფონემდე განიხილავდნენ და ვამბობდით, რომ ჩვენ ეგეთები არ ვართ და ჩვენ პირიქით ვართ და რაღაც ანუ შალო რა იცი გახსოვს რეზოლუციას რომ ველოდებოდნენ, რომ ის გამოქვეყნდება და რამდენი ხმით მიიღებენ და არ მიუცი ამდენი ხმა ამ რეზოლუციას. ფეხებზე კიდია ეხლა საერთოდ არც კი მახსოვს როდის მიიღეს ჩვენს წინააღმდეგ, ან სასარგებლო თუ არ მიიღებდნენ რეზოლუცია. ბევრი თემა. პირველ რიგში დაწყებული იმით, რომ ჩვენ გავიგეთ, რომ ევროკავშირი არის მათივე ტერმინოლოგიით რო ვთქვათ, ქაღალდის ვეფხვი. კი, გავიგეთ, მართალი ხარ, ომმა აჩვენა ეგეთი. მათ არაფერი არ შეუძლიათ. კი. გარდა ამისა, ჩვენ ტრამპაც გვაჩვენა სხვა. ტრამპაც გვაჩვენა, ტრამპაც პრინციპს მაგიტომაც გააკეთა ეს ყველაფერი, რომ ეკავდა. გარდა ამისა, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ამას არ ვაღიარებდეთ. ყავს ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ მუშაობენ სხვა ქვეყნების ინტერესების გასტარებლად. და აღმოჩნდა, რომ ანუ მოდი ესე შევხედოთ რა, რომ 2022 წლამდე საქართველოს და დასავლეთს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობდა საერთოდ. იმიტომ რომ ჩვენ ვაშენებდით სახელმწიფოს, გვინდოდა ევროკავშირში შესვლა და შესაბამისად რა პრობლემები არ იყო. საკმარისი იყო, რომ ერთი მიშელის ავატიეთ ხელშეკრულება თუ რაღაც მოლაპარაკება, რომელიც ანტიკონსტიტუციური იყო. რომ წავედით, მე მესმის, იმიტომ წავედით, რომ სხვა გზა არ მქონდა, მაგრამ ამოყარე სახელმწიფო არ შეიძლება ამ გარიგებაზე წასულიო. და მართლაც არ იყო პრობლემა, გეთახმები. და საკმარისი იყო ერთადერთხელ ჩვენ თქვით, რომ ჩვენ ქართველებს გვაქვს ძალიან მძიმე გამოცდილება ომებთან დაკავშირებით. რა გვაქვს. ნახეთ რა არის ომი. არ გვინდა ომი რა. ანუ ხო ხვდებით რა, ანუ იცი რა, ანუ ძალიან მარტივია რა, რომ შეიძლება ხალხმა თქვას, რომ უნდა ომი. ოკეი, მე არა ვარ მაშინ ხალხმა იმ მომენტში თემა მოსახელდა, რომ არ გვინდა ომი. და ეს აღმოჩნდა, რომ ეს იყო ის რის გამო ჩვენ ზუსტად 180 გრადუსით შეიცვალა ჩვენს წინააღმდეგ უბრალოდ სხვა გზაც არ ქონდა რომ მაგრად რო არ დამდგარიყავით არა შალო რა თქმა უნდა და ამ მომენტში აღმოჩნდა რომ ჩვენ პირველ რიგში რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რომ საქართველოს მთავრობამ მოუწია სწავლება მთელი რიგი პროცესები მე პირადად აი გულწრფელად ვიტყვი რა თუ რამეთი ახთოვანებული ვარ საქართველოს ხელისუფლებით ეს არის ის თუ მათ როგორ მოახერხეს ეს ყველა კრიზისები გადაეტანათ ისე რომ არ გადასულიყვნენ ავტორიტარიზმში.
არა, ხო, მართლა. იმიტომ რომ ანუ რატო ამბობ რა რომ მე ვიცი, ანუ მთელი ჩემი ცხოვრება ვკითხულობდი ისეთ წიგნებს, სადაც აღწერილი იყო რა არის ავტორიტარიზმი. ეს შენ რო გიყვარს, ეს ლიბერდებილები რომ ავტორიტარიზმს ეძახიან, ეს არ არის დიქტატურას რა. დიქტატურა ჩვენ სააკაშვილის იმას არ ვეძახდით, იმიტომ რომ ეს ავტორიტარიზმი იყო და დიქტატურა. არა, ავადმყოფები არის. იმიტომ რომ ეს მართლა მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ გავიართ და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, რომ ქართულმა სახელმწიფო მოახდინა ადაპტაცია ეკონომიკური მხრიდან. ანუ მე რას ვიტყვი? მაგალითად 2019 წელს მახსოვს გავრილოვის ცნობილ მოვლენებამდე საქართველოში ძალიან იზრდებოდა ამ რუსულენოვანი ტურისტების რაოდენობა. სპეციალურად გაკეთდა მე. გაგიჟდა ქართული ოპოზიცია, რომ აი როგორ შეიძლება არა მარტო ოპოზიცია, გახსოვთ ამერიკის ყოფილი ელჩი რომ აღშფოთებული გამოვიდა და მალევე მოხდა ეს ამბავი. კი, ანუ აი როგორ შეიძლება რუსეთად იქცევა. საქართველოსთან გქონდეს რაღაცა რუსეთად იქცევა. ანუ მანდ უკვე ერთი დეტალი, ახლა დააკვირდეთ რა, რომ ახალი წლის ღამეს ქართულმა ლიბერალურმა გეი ჯიჰადმა, რომელიც ძალიან არსებობს, ხო? მთელი დღე წერდნენ იმას, რომ აი რაღაცა ეს ინდოელები, არაბები როგორ ბედავენ და ქსენოფობები არიან თვითონ. როგორ ბედავენ და ახალი წლის ღამეს როგორ გამოდიან ეს სტუდენტები და აღნიშნავენ თავარ მომენტს. იმას და თავარი მან დეტალი რა არის, რომ ამას გარდა იმისა, რომ მათ მიმართ რომ გავიგეთ, რომ ყოса გეი ფრენდლი ფაშისტები არიან, არანაირი უკუშედეგები არ მოჰყოლია, იმიტომ რომ წლების წინ ამას სერიოზული პრობლემები შეიძლება მოყოლდა და მართლა მაგალითად იგივე სფერო, როგორც არის, რომ საქართველოს აღმოჩნდა სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი წყარო, ეს პროცესიც დაზარალებული იყო. ანუ ჩვენ უკვე გვაქვს უკვე სახელმწიფო პედაგოგის ისა, რომელსაც შეუძლია პრობლემებზე ადეკვატური რეაგირება. არის ეგეთი ისა გოლიათი, რომელიც თიხის ფეხებზეა დგას, ხო და თუ ზემოთ იყურები ხედავ მის მასშტაბურობას და ეხლა ჩვენ ვართ იმ პერიოდში, როდესაც ფეხებზე დავხედეთ და დავხედეთ თიხის არის. აი ისე რეალურად ავიღოთ რა, რომ აი რუსეთის წილი სოფლიო ვაჭრობაში რაღაც 3% თუ რაღაცა იყო. ესე იგი ყველაფერი ჩემი აზრით იყო არასწორად დათვლილი. აი ამ იმიტომ რომ შეუძლებელია 3% იყო შენი წილი, ეგეთ უმნიშვნელოდ ითვლებოდე, ხო? და სოფლიო წესრიგს ანგრევდი. ესე იგი შენ თვითონ შენ ქვეყნების შიგნით, ჩვენ სტრუქტურების შიგნით ხონდა იმხელა პობა დაწყებული, რომ თვითონ დაინგრა. შენ სიმძიმის გამო, შენი ესე იგი მდგომარეობის გამო დაინგრა და არა იმდენად რამდენადაც განაინტერესა უბრალოდ ის გააქტიურა ეგ შენი ისა და დააჩქარა შენი გრევა. და ეს იყო სწორედ ის მიზეზი, რადგან ქართულმა კაცმა პირველად თავის აი 30 წლიან ესე იგი დამოუკიდებლობაში კარგად იგრძნო რა ხდებოდა სოფლიოში. მან კარგად იგრძნო რომ ეს გოლიათის დანგრევის დრო არის. და ეს თიხის ფეხები ეცლება. ხო და ნახა კიდევაც რომ ეს არ არის აი ზოგადად ხო გვეძახიან უფრო რაღაცა კონსერვატულად მოაზროვნეს და მეორე მხრივ უნდა ითქვას რომ კონსერვატულად მოაზროვნე შეიძლება ორნაირად გავიგოთ. ერთი გავიგოთ რომ აი გუშინდელი დღით ცხოვრობს ადამიანი და აღმოჩნდა ქართული ადამიანი დღევანდელი დღით ცხოვრობს და ნახა ძალიან კარგად რომ აი ესეთი რეალობა შეიცვალა. ძალიან კარგად ნახა უკრაინაში რაც მოხდა. ძალიან კარგად გაახსენდა საკუთარი მდგომარეობა 2008 იქნებოდა თუ 90-იან წლებში და მიხვდა რომ იგივე გზით სიარული არ შეიძლება ეს ერთი მომენტია და მეორე მხრივ ნახა ის რომ ეს იყო ზეპარტიული კონსენსუსი, მოდი ეს. ხო, ეს იყო საზოგადოების ზეპარტიული კონსენსუსი. ერთ-ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებდა მაგის გაკეთებას, რო აქონდა საზოგადოების ხარდაჭერა. ანუ ეს ხარდაჭერა იგრძნობოდა ყველა მომენტში. როცა ხალხი არ გადიოდა ქუჩაში. ეს ხარდაჭერა იგრძნობოდა არა მარტო იმ მომენტში, რო აქციების მომენტში, არამედ იგრძნობოდა იმაში, რომ ამ პოლიტიკის წინააღმდეგ თვითონ ოპოზიციასაც კი უჭირდა მაგალითად არგუმენტების მოძებნა. მაგალითად იყო ხო რომ არაომს და ასე შემდეგ ხო? ვერ გააკეთე, ვერ გააკეთე, იმიტომ რომ საზოგადოებაში აბსოლუტურად სხვა განწყობები იყო.
მე და შეგახსენებთ 2008 წელს კარათ მახსოვს იყო აბსოლუტურად მილიტარისტული განწყობა შექმნა სააკაშვილმა მაშინ და ეგ სხვა საკითხია ომის დროს რა მოხდა მაგრამ საზოგადოებაში განწყობა მილიტარისტული საჟანგიანი ტანკები ყავს რუსეთს ანუ ეხლანდელი განწყობა იყო ადეკვატური იმ გეოპოლიტიკური რეალობის რაც როგორც აი საფეხბურთო გუნდი არის ხო რომ არის ცუდ ფორმაში და არის კარგ ფორმაში აი ქართველი ერი იყო ძალიან ცუდ ისტორიულ ფორმაში აი ამ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ და ეხლა მგონია რომ შედის აი ეს ფეხბურთის ტერმინზე კარგ ფორმაში რა და რაში გამოიხატება რომ აი პოსტსაბჭოთა ყველა მანკი რაც ჩვენ აგვკიდა აი ამ 80-იანი და 80-იანი წლების ჰომოსოვიეტიკუსის აი ცნობიერების კოლონია რომ აი დასავლეთში ყველაფერი კარგია და ჩვენ ვართ ცუდები და ჩვენ უნდა არ ვართ ღირსი ამ ყველაფრის და რომ ჩვენ აი მაქსიმალურად უნდა დავიმსახუროთ ესეც იყო რომ 40 წელი უნდა ვიაროთ ხო ანუ უნდა მოკვდებით და მე ჩვენი შვილები ფათაშორის რაღაცნაირად დაემთხողოთ ვიარეთ და გამოფხიზლით შეიძლება პირიქით მოხდა ხო და ანუ ეს ყველაფერი და მართლა ის რაღაცა ცნობიერების არსენალიდან ამოვიღეთ რომ რა ვიცი რატო ანუ ხო ხტები ანუ ერთს ყოველთვის აქვს თავისი ბნელი მხარე ასე ვთქვათ და აქვს ნათელი მხარე და ეს ჩვენ შემთხვევაში ეს ნათელი მხარე იყო ღირსება რომ შეგიძლია რომ დიდ მტერს თვალებში შეხედო შენი ისტორიული სიმართლე და შენი ისტორიული ინტერესი და შენი ისტორიული ამ ასე ვთქვათ ბექგრაუნდი და იმით რომ ძველიერი ხარ და თქვა რომ რა ვიცი კი შენ ვიღაცა ევროკავშირის წევრი ხარ მაგრამ ევროკავშირი 50 წლისაა და მე ვარ რავი 3000 წლის ახლა ძალიან შეიძლება ხმაღალი ნათქვამია მაგრამ ეს მუშაობს მე დარწმუნებული ვარ ტრადიციები და ეს მარტო წელოვანებაზე ხო არის კულტურა არის ხედვა და ის ფაქტი რომ ჩვენ აქამდე ანუ ამ ჩვენი ქართველობის გამწევი ძალა იყო ჩვენი კულტურულობა და ეს მაგრამ ახლა მივხვდით რომ გაგვეხსნა ფანჯარა როცა სახელმწიფოებრივად ორგანიზების საშუალება გვაქვს ის კი არა რომ აი ქართველები ვიყავით მაგრამ ჩაგრულები სხვა იმპერიის პერიფერიაზე არა ჩვენი სახელმწიფო შეგვიძლია ადამიანის უფლებები არ შევლახოთ მაგრამ წესრიგი არის შეგვიძლია ვიყოთ ანუ ამაზე კარგი და ბედნიერება რა შეიძლება იყოს ანუ სახელმწიფო არის ერის თვითორგანიზების უმაღლესი ფორმა და ამად და ძალიან კარგ სახელმწიფოდ ყალიბდებით ბევრი გამოწვევა გადავლახეთ განსაკუთრებით ბოლოს 3 წელიწადში კიდე იქნება გამოწვევა მაგრამ გონია რომ იმ კარგ ფორმაში რაშიც ვართ ისტორიულად კიდევ და კიდევ გადავლახავთ ამ გამოწვევებს ზაზაკთო 40 წელი არა მაგრამ არც ნაკლები 90 წლების ხო თითქმის 26 წელია ერთ ესე კრუგზე დავდივართ ხო და მოგვიწია ის 40 წელი ფაქტიურად გამოსაფხიზრებლად რომ რაღაცა საზოგადოებას დაენახა ის რაც რეალურად იყო დასანახი ხო მე არაფრის დიდებით არ გავარჩევ ევროკავშირის ბიუროკრატიას და აგერ ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერების განსხვავება არ არის ამ 30 წლის განმავლობაში გამოცდილები არიან ზოგი უფროსი ასაკისაა და ევროკავშირის ბიუროკრატიაში მოხდა, ზოგი რაღაცა უმცროსი ასაკისები არიან გამოზარდილი და აგერ ჩვენთან პოზიციონერებენ, რა ვიცი, არასამთავრობო თუ რაც ქვია. ანუ საზოგადოებამ ეს ყველაფერი ეხა დღეს აი ესეც დაინახა ყველაფერი და მოდი ეხა ესეთი რაღაცა წარმოვიდგინოთ. აი მაგალითად, თქვა ავიღებ ჩემ თავზე და რაღაცა სოფლიოში უყურებ გეოპოლიტიკურად რა ხდება. მაგალითად არ მომწონს თქვა დღევანდელი ხელისუფლება და ვაკვირდები ანუ თუ ცუდია, მაშინ კარგი თქონა ჩანაცვდეს არა ვიღაცა და ვაკვირდები ახლა ამათ დამოკიდებულებს და მიდგომებს. და საბოლოო ჯამში მე დავწმუნდი, რომ გარდაუვალი და დაღუპავენ ქვეყანას, აი გარდაუვალი ხო? ბოლო რამდენიმე დღის მათი სულელური გამოხტავებიდან გამომდინარე, კიდე ახალ უბედურობაში უნდა გახვიენ, ხო? აგერ არის ირანთან მიმართებაში. დაშლა რო უხარია დაშლა ცოტა ხნის წინ ირანელებთან დაკავშირებით ხო ირანელებთან დაკავშირებით რა დღეში იყვნენ რომ აგენის შემოსვლა აქ რაღაცა ხელისუფლება ესენი მაგათი ჭაჭანება არ უნდა იყოს საქართველოში დღეს თურმე იქ იმათი ინტერესები უნდა დაიცვან იმ ხალხის თავისუფლების მოყვარე ირანელების ინტერესები უნდა დაიცვას თურმე ჩვენმა იმან რა ქვია ხელისუფლება ეს ხო ნიშნავს რომ ისეთი შტერია მაგის განცხადების გამკეთებელი ბრიყვი არა ეს ერთი რომ ბრიყვია და მეორეც უყურე როგორი ფარისეველია შედალოცვილო ცოტა ხნის წინ სირიაში მარტო ქრისტიანებს არანაკლები ქრისტიანები დახოცეს იმიტომ რომ როგორც ქრისტიანები მაშინ ხმარავის არ მოუღია ისინი ადამიანები არ იყვნენ
და უკრაინის ომამდე ჩვენ ომში და ჩვენ დახოცილი ჯარისკაცები არ გახსენებია, არავის რუსეთში დადიოდნენ, ცეკვავდნენ და მღეროდნენ და ახლა თურმე ირანელებზე ამოსდით ზედამ თუ არა. ანუ სადაც დაინახავენ რაიმე ხელმოსაჭიდი რომ თქვან და ილაპარაკონ არაფერი ანუ მე ხო უნდა წარმოვიდგინო რომ ეხლა ეს რომ ხელისუფლებაში მოხვდეს რას იზავთ წარმოიდგინე ამან რა უნდა ქნას იმისი twini ხო არ შეიცვლება გამორიცხულია ხო აგენტის ბედი არის რა აგერ დავაკვირდეთ ერთი აგენტი სააკაშვილი ხო გამოიყენეს ომისთვის გამოიყენეს მეორე აგენტის ამბავი მოგეხსენებათ ზელენსკისთან მიმართებაში რაც ხდება და წარმოვიდგინოთ რომ ჩვენ რომ ამ უბედურობაში გავხვეულიყავით დღეს რომ გერმანიის კანცლერზე ახლა ისე ვლაპარაკობთ რაღაცა თანღრიცინებთ რომ ეს როგორ თქვა რუსეთზეო წარმოიდგინე გამწარებული ადამიანი ქვეყანა რომ დანგრეული გექნებოდა მათი დამსახურებით და დღეს რო იტყოდა რომ იცი რა რუსეთი ის არის რა ქვია ევროპული არ დაგავიწყდეს პატარა რეპლიკა ის მოლაპარაკებები ჩაშალა მათ შორის გერმანიის კანცლერი რა თქმა უნდა ანუ ამ მეორე კანცლერი რომ რუსეთს ამ პოზიციიდან რომ შევხედავდით ხო როგორც მოხდა ჩვენი რო გადატვირთეს მე ურთიერთობები ასე მოხდება ეს ამბავი და რა დავიწყე მესამე აგენტის ბედი ეს არის სანდუ მაიაო რო ყიროდა ხოლმე ის რა ქვია შერეკილი ხო მეოთხე აგენტი კი უყურე ხომ დაიწყო უკვე მისი გამოყენების ცდელობა ეს ხო პროვოკაციაა რაც მან თქვა ეს ხო არის ჩვეულებრივი პროვოკაცია ანუ ძალიან მარტივია მიხვდე რომ მოლდოვა თუ რუმინეთს შეუერთდება ეს იგივეა რომ უკრაინამ რო თქვა რომ მე ნატოს წევრი უნდა გავხდეო ზუსტად ერთი და იგივე წითელი ხაზია რუსეთისთვის ამიტომ ეს ხო იმას ნიშნავს რომ იგივეს გააკეთებს ანუ ნატოსში რა თქმა უნდა ახლა ევროკავშირში მალე შევალთო ევროკავშირში როგორ შეხვალ ნატოში შედიხარ და თუ იმისთვის წითელი ხაზია უკრაინა რატო არ არის მოლდოვა წითელი ხაზია ანუ უკვე დაიწყო იმ ხალი აგენტის გამოყენების ცდელობა მათი ანუ მაგათთვის მაგის არა არ გამოვა ეს ერთია მაგრამ ეს ხომ დაიწყო კაცო ჩვენ ხო როდიდან დაიწყო უკრაინამ საუბარი ნატო და რაღაცა ამერიკა ევროკავშირმა რომ რაღაცა ნატოში ეგრე დაიწყეს ესეც ეს პროცესიც ეგრე დაიწყეს როგორ განვითარდება მოვლენები იმაზე იქნება დამოკიდებული თორე ის რომ პროვოკაცია შემოაგდო თვითონ სანდუმ საზოგადოებიდან კი არ იყო დაწყებული კაცო საზოგადოების რაღაცა ნაწილმაც კი არ მოითხოვა თვითონ შემოაგდო ეს პროვოკაცია ომისთვის გაწირა თავისი საზოგადოება ანუ იმას რომ პირიდან ამოუშვებ შენ ხო ეს გათვითცნობიერებული გაქვს რომ ამ რუსეთმა უნდა გადაგიაროს ხო ეს უკვე იცი შენი საზოგადოება გაწირე როგორც გააკეთა სააკაშვილი როგორც ანუ მე ადამიანმა ჩვეულებრივმა მოკვდავმა მოქალაქემ დავინახე რომ აგენტების ბედი რაც არის აგერ ბატონო ესენი ყველანი არიან აგენტები აქ რო გვიზიან არაფერი განსხვავება არ არის ამიტომ მე რატო უნდა დაუჭირო ხარ რომც არ მინდოდეს და რომც მძურდეს დღეს ალტერნატივა საქართველოში დღეს ხელისუფლებას არ აქვს ეს არის გამორიცხული ამ ხალხმა დაინახა ამიტომ მათი მხარდამჭერების უმრავლესობას დინებას გაყვა კიდე ერთხელ გეუბნები შეიძლება არ ეხატებოდეს ვიღაცას გულზე მაგრამ იმდენად სულელები არიან იმდენად შტერები არიან და აგენტები რომ მე ვხედავ აი ეხლა რატომ უნდა მაგალითად გაგიხარდეს რაც ევროკავშირის საელჩომ გააკეთა სიმბოლიკა დროშის აქციის დროშასთან დაკავშირებით არა ეგ არა საერთოდ იქ იყო თუ დააკვირდით რომ იქ რაღაცა შეურაცხყოფელი შუათითი რო იყო ამოშერილები და რაღაცა ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ვიღაცას ევროკავშირის საელჩოში ეს გამორჩა? არა, სპეციალურად. დროშის დაბლა ვიღაცები რო დგანან და რაღაცა შეურაცხყოფელი ხო, ეს გამორჩა? არა, პირდაპირ გვაჩვენეს ეროვნული დროშა და ის რაც უნდათ და ეს ამათ უხარიათ რომ ნახე შეურაცხყოფა შენი შეურაცხყოფა თუ არ არის ქვეყნის შეურაცხყოფა შენი დროშის შეურაცხყოფა და შენი თანამოქალაქის შეურაცხყოფა შენი ქვეყანას არასოდეს არ გამოადგები შენ ვერასოდეს ვერ იქნები იმ ქვეყნის რაღაცა გულშემატკივარი და ღირსების დამცველი და უღირსები ვინც არიან და ვისაც მოწონთ ისეთი ქვეყნები სადაც ღირსება სხვა პლანზეა გადატანილი წავიდნენ და იმ ქვეყანაში ისხორონ და იქ იყვნენ ხო ჯერჯერობით ვერ მიდიან არა ვერ მიდიან და დიდი მადლობა მეგობრებო რომ ასე
მოგვისმინეთ. ასე დამრიგად ვამთავრებთ 21-ის პირველ გამოშვებას ჩვენი კონსერვატორიისა. ზეგ არის ნახტისღება გილოცავთ. ნახტისღების მადლი შეგეციოთ. ნახვამდის მომავალ შაბათს.